ჩემი სახლი არის 62 კვადრატი. რამდენი კვადრატი შეიძლება მოიწყონ? 5-6 10 რა? 10 კვადრატი. მოგესალმებით, ეს ვიდეო არის ყველა ადამიანისთვის, ვისაც ან ბავშვობაში, ან ახლა, ან მომავალში ერთხელ მაინც გაუფიქრებია, რომ ჩემი სახლის ყიდვა მინდა. და ვისაც აინტერესებს, რა არის მარტო ცხოვრება, როგორ შეიძლება იყიდოს ბინა, რაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რა პროცესია საერთოდ, შიშები, ეჭვები, რაც ამ ამბავს თავისთავად დაყვება. ყველაფერი იქნება ამ ვიდეოში. ოღონდ რა თქმა უნდა, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ძალიან სამოტივაციო იქნება, იმიტომ რომ რაღაცით როცა ვარ ხოლმე შეპყრობილი და ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს ადამიანებისთვის გაზიარება. ეს არის ვიდეო, რომელიც თუ 1%-ით მაინც მოგცემს, მოტივაციას იმაზე არ რა სახლი იყიდო რა. ძალიან პერსონალურია, ვიღაცას შეიძლება სახლის ყიდვა უნდადეს, ვიღაცას შეიძლება ტელეფონის ყიდვა უნდადეს, ვიღაცას წიგნის ყიდვა უნდადეს და რაღაცნაირად არა პრიორიტეტებდეს. განა, იმიტომ რომ საშუალება არ აქვს. მე მგონია რომ თუ რაღაც აი ძალიან გინდა, სამყარო ისე გეხმარება, რომ ყველაფერი გარშემო გეგონება შენთვის არისო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ აი ამ შიშებთან და ეჭვებთან ერთად მაინც დაიწყო რა. ვარ შეშინებული კი, მაქვს ეჭვები კი, ბევრს ფიქრობ ამ ყველაფერზე კი, მიაქვს დრო ენერგია კი, მაგრამ მიღირს. მზად ვარ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო შეშინებულმა, გავაკეთო ეჭვებით, მაგრამ მაინც გავაკეთო. მოკლედ ეს ვიდეო აუცილებლად დაგაფიქრებთ კიდევ ერთხელ მაგ საკითხზე და მოიმზადეთ, იმიტომ რომ შეიძლება დაგაჩქაროთ და უფრო მალე მიიღოთ გადაწყვეტილება. მარიამი, მიესალმეთ. სულ ყველა არის ჩემი. ხილადი მაინც აქ შუაში იქნება პარკი. ბოლომდე როგორ აზომავ? კიბერო არ გვაქვს. მარტო ცხოვრების დადებითი მხარე და რატომაც მე მინდა პირადად რომ მარტო ვიცხოვრო არის ის, რომ გონია ადამიანი, როდესაც მარტო ცხოვრობს, არის უფრო დამოუკიდებელი. ყველაფრის გაკეთება უწევს თვითონ და საკუთარ ცხოვრებაზე თავიდან ბოლომდე უწევს პასუხისმგებლობის აღება. მარტო ცხოვრება, ჩემი აზრით, ძალიან ზრდის ადამიანს, როგორც პიროვნებას. უფრო მეტით რო გაქვს იმისთვის, რომ გაიცნო შენი თავი, მართლა დაფიქრდე რა მოგწონს, რა არ მოგწონს. მათ შორის მაგალითად როგორ იკვებები, როგორ უბლი საკუთარ თავს. კიდევ მგონია რომ ძალიან ბევრ უნარს ავითარებს, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ყველაფერზე შენ ხარ, ყველა სახლის საქმეზე, რამე რომ გაფუჭდეს, საჭმელი იქნება, სარეცხი იქნება, დალაგება იქნება, ყველაფერი არის შენს განკარგულებაში. ანუ მგონია რომ შენს ცხოვრებაზე თავიდან ბოლომდე გაქვს კონტროლი. მე პირობითად ვიცი, რომ ბევრად უფრო სხვა მენიუ მექნება მარტო რომ გადავალ, ვიდრე ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად. კიდევ არის საკუთარი სივრცის ქონა, რაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან მიყვარს ჩემს ოჯახის წევრებთან ცხოვრება, ანუ მაგალითად პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ ხანდახან მაქვს ხოლმე განცდა, რომ ჩემი სივრცე ჩემს სახლში არ არსებობს. არ არსებობს ჩემი ნივთები, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრები იღებენ, ისე რომ შეიძლება არც მკითხონ, რომ მგონია რომ რაღაცა იქ შევინახე, შეიძლება აღარ იყოს. ასევე თუ მინდა რომ მაგალითად რამე წავიკითხო, შეიძლება შესაბამისი პირობები არ იყოს სახლში, იმიტომ რომ ვიღაცა მღეროდეს, მაგალითად ჩემი და ან ჩემი ძმა. 8 წელი დაძლებიან აქ. აი ეგ წერია რომელ სართულზე ვართ. მე რო კიბე ამბო მაქვს, ეგ რომ მქონდეს ყველაფერს გავზომავდი. რაც შეეხება მარტო ცხოვრების უარყოფით ხარებზე ჩემი აზრით. აი ესეთ რაღაც წარმომიდგენია, რომ ძალიან დაღლილი სახლში რომ მოდიხარ და არავინ არ გვხვდება, არავინ არ ზრუნავს შენზე, რომ ამე ხომ არ გინდა, საჭმელი ჩემ უნდა გაიმზადო და ყველაფერი და მგონია რომ ეგ ცოტა სევდიანია. თუნდაც ცუდად რომ გახდე, მომვლელიც არ გეყოლება, ანუ შენი თავის მომვლელი შენ უნდა იყო. ამდენი პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ვერავის ვერ გადავნაწილებ და ვერ დაავალდებულებ, ცოტა ალბათ რთულია, თუმცა მე მაინც დადებითით გავიყვანდი, იმიტომ რომ გაძლიერებ და გზრდის როგორც პიროვნებას. ძირითადად უარყოფითი მხარეები ეს მგონია. ხოთ მთებშია თავისუფლება. საკუთარი სახლიდან გამომაგდეს. სუნზეა სახლში რა. აქ მანქანა დაფრინავს ხალხო, უმაგრესია. მოკლედ ახლა ველოდები, ჩემი დიზაინერი უნდა მოვიდეს, მარიამი და სახლი ავზომოთ. ეს არის ჩემი დიზაინერი, მარიამი, მიესალმეთ და მე წამწამს დავიცანი, ხალხო, რუსთავში ჩამოვიდა, დაიკარგა, რა თქმა უნდა. ეს არის ანა, მისი ასისტენტი, გაიცანით. რა თქმა უნდა, ორივე დაიკარგა. საასახევარი მოდიოდნენ და ძლივს მოაგნეს. შოკში არიან და დასვენება უნდათ, მაგრამ არ იქნება დასვენება. ჩვენ ახლა მივდივართ, რომ სახლი ავზომოთ. ცხოვრებაში არ ამიზომია არაფერი, ალბათ მარტო ჩემს სიმაღლეს და ჩემი ძმის სიმაღლეს უზომავდით ხოლმე ბავშვობაში. მე ჩემი მეტრიანი რაღაც აზომი ქონდა ხოლმე, დაგვაყენებდა და მე და ჩემ ძმას გზომავდა. ეგ აზომა ვიცი, მაგრამ მაგიც მე ანუ მე არაფერი არ ამიზომავ. ხო და ეხლა ძალიან საინტერესოა რა, საერთოდ როგორ ხდება ეგ აზომვა. ბევრ რაღაცას გავიგებ, ბევრ რაღაცას ვისწავლით და წარმოდგენა უფრო შემექნება. ეხლა თან გასწავლით სადაგსამ. თან ჩემი სახლი ვნახოთ. არის 62 კვადრატი. მე-5 სართულზე არის ჩემი ბინა და ეხლა წინ უყურებთ ხილად
ადი მაინც იმიტომ რომ გზაში შეგხვდება დაბრკოლებები. მარიამ, შენ რამდენი ბინა გაქვს დიზაინერებული? აღარც მახსოვს რამდენი. მართლა? რამდენი წელია რაც ამას აკეთებ? 8 წელია. 8 წელი? რო შევხვდით თავიდან, ონლაინ საუბრობდით ამ ბინაზე, მეუბნება რომ არა, ეხლა თქვენი თაობის ხალხი და მეთქი, რა ჩემი თაობის, ჩემი არ ხარ თქო და არა, მე შენზე დიდი ვარ, მე 24-ის, მარიამი ყოფილა 30-ის. აი ეგ წერია რომელ სართულზე ვარ, ძალიან ჭკვიანურია. აქ იქნება ლიფტი და აქ იქნება 5 ბინა. ამ 5-დან ერთი არის ჩემი მხოლოდ. სამწუხაროდ. ხო, სამწუხაროდ. აი ეს არის რა. მოგძალით, არ მოგერიდოთ ყავა, ჩაი, ყველაფერი. ნახე, ვიღაცა ყოფილა. დაძლებიან აქ. 6 კვადრატი არის აივანი და მითხარით რომ აივანზე 1-3 ადამიანი დაეტევა ხოლმე კომფორტულად. დავატევთ. ხეც გახედეთ ხალხო როგორ ავარჩიე უბრალოდ. აი ესეთი პატარა გოგო და ესეთი ნიჭიერი რა. მზე, ჰელი დღე. მე ვიქნები მუდამ მზეში. მუდამ ზიანი მანანა ვარ იცოდეთ. ეხა ეს სივრცე მე მგონია პატარა ხალხო. ჯერჯერობით პატარაა კი, მაგრამ რომ დავაგეგმარებთ. ან მე გამოჩნდება სივრცე ხო არ მატყუებენ რაღაცას. მაგას შევამოწმეთ ახლავე. ფიქრობ რომ იყოს ერთი ოთახი, რომელიც იქნება 15 კვადრატი, პლუს 5 კვადრატი იყოს გარდერობის ოთახი. იქნება მისაღები, კაი გემრიელი დიდი, იქნება სამზარეულო, რომელიც დიდად გამოყოფილი შეიძლება არ იყოს და აივანი არის დაახლოებით 6 კვადრატი, რომელიც მინდა მოვაწყო აი ძალიან ჩილ დღეებისთვის და საღამოებისთვის რა. რამდენიმე მეგობარი რომ დაჯდება და რამეს ითამაშებს, ყავას დალევს, მზეს მიეფიცხება, საღამოს ღრმადი საუბრებენ და ასე შემდეგ. ჩემს პატარა გულს გაუხარდება ის, რომ სახლში აუცილებლად მქონდეს რაღაცა კუთხეები რა, სადაც დავწერ, წავიკითხავ და მუსიკას მოусმენ. სამუშაო სივრცე უნდა იყოს ცალკე ოთახში, სადაც მძინავს რო ავდგები და კარს გამოვიკეტავ, მინდა რომ დავტოვო ეგ მოუდი და გადავიდე მერე სამუშაო სივრცეში, რომელიც იქნება სულ სხვა ხასიათის რა. მოკლედ, ჩემი პირველი სამსახური იყო Coffee Lab-ში, ყავის ლაბორატორიაში, სადაც ვიყავი ბარისტა, ანუ ყავას ვაკეთებდი და ყავა ძალიან მიყვარს რა და მინდა რომ აუცილებლად მქონდეს ყავის კუთხე. სადაც აწერია რაღაცა ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ესპრესო და რაღაცები რა და იქ მე ლატე არტი ვიცი მე ვხატავ ყავაზე და მოკლედ ყავა არის სხვა ხელოვნება რა. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ულამაზესი განათებები, კამერას რო ჩავთავ და ვიდეოს გადაღებას დავიწყებ, აუცილებელია ჩემთვის რომ ლამაზი იყოს რა, უკან აი რაღაც განათება მქონდეს, აქაც ერთი განათება მოვინათო და ჩემი აზრით განათება დაანქმნის ვაიბს. შემიძლია რომ საშუალოზე ოდნავ მეტი გადავიხადო ხარისხში ის რაც იქნება და იქნება პირობითაც არა სანათში, არამედ მაგალითად დაბლა რაც უნდა დავაგოთ. პოსტერები უნდა იყოს ნებისმიერ კუთხეში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხასიათის რა. ყავის კუთხეში, რა თქმა უნდა, have a nice day. და რაღაცები. სამუშაო სივრცეში რაღაცა ცოტა ეგეთ სამოტივაციო, რომ კონცენტრაციაში დამეხმაროს. წერა, კითხვა, მუსიკა, რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელი Coldplay ესა ისა, მოკლედ რა. პირველ რიგში, მოკლედ, აზომაზე რომ მიდიხარ, რას აკეთებ, მოგვიყევი ახლა. პირველ რიგში ხსნით არსებული რაც არის, თუ არის უკვე გაკეთებული ნახაზი, თუ არ არის ჩვენ ვთქვაზავთ. ანუ ეს ნახაზი მომცა კომპანიამ. არსებული რაც არის კომპანიის მიერ დახაზული და გადამომოწმებთ ზომებს. ბოლომდე როგორ აზომავთ ახლა? კიბერო არ გვაქვს. კიბე დაგჭირდება ჩადი ახლა. ჩავიდე. კიბის გარეშე მე აქ ფერს არ გავაკეთე. მე რო კიბე ამ მომაქვს, მე გაქვს. ძალიან მაინტერესებს. კიბერო არა მოგატანინოთ, ამიტომ მოვიტანეთ ლაზერი. მადლობა გოგოებო. მაგით უნდა ავზომოთ? კი. აბა დამანახეთ, სათამაშოს გავს. ახლა მე უბრალოდ გაკურვებული ვარ პროფესიები რო განსხვავდება, აი საერთოდ აზრზე არ ვარ, სხვა პროფესიაში რა შეიძლება ხდებოდეს. რა მე ხა ბევრ პროფესიასთან მქონია შეხება, მაგრამ აი ინტერიერის დიზაინერებთან არასდროს რა რაღაცა მოიტანეს, ლაზერი რაღაცებს ანათებენ. ეხლა დააჭირა, აი აქ არის წითელი ლაზერი და თვითონ დაწერს რამდენი სანტიმეტრია, ეხლა აქედან იქამდე 55 სანტიმეტრი. ეგ რომ მქონდეს ყველაფერს გავზომავდი. თავიდან ჩვენც მასე ვიყავ. ანუ ეხლა ყველა დიზაინერს აქვს თუ ცოტა რაღაცა მხოლოდ მას ვისაც 8 წლიანი გამოცდილება აქვს და ასისტენტი ყავს. ჯობია რომ ყველას ქონდეს, იმიტომ რომ მეტრი ხა წარმოგიდგენ ეს რო არ ქონდეს, მეტრიანთ უნდა დაუვარო ყველაფერს და გადავამოწმო. ლაზერი ძალიან კომფორტულია. მოდი რუსთავის პროექტებს და რუსთავის აზომებს მე ავიღებ ხოლმე გოგოებო, აღარ შეწუხდეთ. ვისაც უნდა რომ იყიდოს, ან ეხა ან მომავალში რას მიაქციოს ყურადღება. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია მზის შემოსვლა, განიავება, სახლი რომ ნიავდებოდეს. ხედი რა თქმა უნდა, ვინ აშენებს სამშენებლო კომპანია, კარგი კომპანია თუ არა, როგორი კომპანია და სხვა აქამდე რა აქვს აშენებული. ბევრი რაღაცა რაც მე ვფიქრო რეალურად. იცით რამდენი ხანში ავარჩიე ეხა ხო? ერთ დღეში. მართლა გეუბნებთ, ან მოვედი და მეთქი მინდა. მე არ შემიძლია ძალიან ბევრი ფიქრი რაღაცებზე, მათ შორის ბინაზე და მეთქი მთავარია მზე შემოდიოდეს, მთავარია რომ გარეთ რო გავალ, სხვა ბინა არ იყოს აღმართული და თავში ვიღაცის ყიყლიყო არ მომხდეს და ანუ მორჩა რა, ზომებს უშლი და ეხა გაზომავ და შენით მიაწერ და უნდა დაემთხეს. მაგალითად აი ამ სახზე რომ დავამტკიცო რომ 62-ის ნაცვლად არის 55 რა. შეგიძლია გადაახდებინო და დააბრუნებინო თან. მოკლედ ახლა ვარკვევთ ეს ბინა არის თუ არა 62 კვადრატი.
მარიამმა მითხრა, რომ არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები იტყუებიან, რომ ჩემი სახლი საბედნიეროდ 62 კვადრატია, ისეც და ასეც, მაგრამ თქვენ აზომეთ, რომ იყიდით აუცილებლად. თბილისში ხა როგორი ფასებია, მაგალითად, უნდა შევადარო რუსთავს. საკმაოდ მაღალი ფასებია თბილისში. უბნების მიხედვით არის გააჩნია და ვფიქრობ, რომ $1,200-დან იწყება. 800-დანაც არის, 700-დანაც არის, მაგრამ ნუ კარგ ადგილას, კარგი ბინა. მინიმუმ 1200 და მაქსიმუმ აღარ თავდება მაქსიმუმი. აი რუსთავში მაგალითად არის 750-800-დან, ანუ ბევრად უფრო ნაკლებია. ეს სახლი ღირს 870 რა. კომპანია ესეთია, სანდო, ადგილიც კარგია. ხო, რა, მოკლედ, ანუ კარგია, ჩვენ გავაკეთე. ჩემი გათვლებით ხალხო, მალე რუსთავი გახდება ძალიან მაგარი ქალაქი, იმიტომ რომ იმდენი ხალხი დასახლდა თბილისში, რომ ვეღარ დაეწევიან და ამიტომ მოუწევთ ადამიანებს, რომ იყიდონ რუსთავში ბინა და რუსთავში ფასები გაიზრდება ხალხო. იყიდეთ რუსთავში ბინა. იაფია, მაგარია, რუსთავში ხარ 25 წუთში. მართლა ამას ვფიქრობ და მეც ამ თბილისელი არ რატო უნდა შევეწყვეტ თბილისელებს. როგორ უნდა დააგეგმაროს ადამიანმა სწორად ბინა? დიდად არ აქვს ხოლმე შობა რა გეგმარება და ხდება იმდენად შეგვიძლია გადავაკეთოთ ეს გეგმარება და სხვა ვარიანტები როგორიც დამკვეთს უნდა და როგორიც ცხოვრების სტილიც აქვს, მაგის მიხედვით გადავაკეთოთ გეგმარება. მაგრამ ვინც პირდაპირ იზღობს ჯობია რომ გეგმარებას გაითვალისწინოს კი ეგ კარგი შემჩნევა. არ გავაქირავებ, ყვილა გინდაც, თუ დაიმსახურებთ, შემიძლია დაგპატიჟოთ ხოლმე და ყავა დაგალევინოთ, მე წადით ახლა ნერვი არ მაქვს. დაახლოებით 1 თვეში გვექნება ალბათ დიზაინი და ჩემი ოცნებაა, რომ დეკემბერში გადმოვიდე ამ სახლში და ახალ წელს შევხვდე ამ სახლში. ეს არის მიზანი. ხვდებით? დიდი მიზანია შესაბამისად 11 თვით ადრე და 1 წლით ადრე ჩავიფიქრე რა და რა 1 წელი რაღაცას აკეთებ და მაგაზე ფიქრობ, წესნა გამოგივიდეს ადამიანს არა? ვისაც გაინტერესებთ, მე რამ სიმაღლე ვარ? მას მაკეთებინებს. მაღალია გოგო ვარც და არ დამაკლო. ამას გამოვწევ ეს ჩამოგედება. 3 მეტრო. აჰა, მეტრო და 72. როგორ დაახლოები და რაღაცა მაკლდება ხალხო. უფრო მაღალი ვარ. არ დამაკლო. არ დაგაკლები მორსამდე. აჰა, რა გინდა? მეტრო 78. მეტრა 78, მეგობრებო. მომწონს მაღალი ქალებია. ხალხო ძალიან ნიშნული რაღაცას მეუბნება, რომ თუ ნერვი არ გაქვს, რემონტი არ დაიწყო. ანუ თან ფსიქოლოგთან მიდიო და თან რემონტი დაიწყეო. ანუ კორსიზი რაღაცეები ჯიბეში ყოველთვის, იმიტომ რომ ნერვები მომეშლება. უეჭვად მოგეშლება ნერვები. და თქვენ როგორც დიზაინერებს გეშლებათ ხოლმე ნერვები? ჩვენ არა, კი გვეშლება, მაგრამ ესე არა როგორც თქვენ გეშლება. ყველაზე რთული ნაწილი არის ალბათ ფულს რო ხარჯავ და არ ჩანს ეს შედეგი. ანუ არაფერი არ არის გაკეთებული, ჩვენ დახარჯავ საკმაოდ ბევრი თანხა და აი ამაკედან იწყება და მე ნელ-ნელა გაწვევა. ფსიქოლოგი დახმარებას ჩვენ გაგიწევთ. არა, მე მაინც მივალ ფსიქოლოგთან, მაგრამ თუ არ მეყო, გაგამხნევებთ ხარჯი ამოგიდგებით ყველანაირად. ეხლა მივედით ავზომეთ სახლი, გავიცანი მარიამი და ნანა, ძალიან საყვარლები არიან და ფიქრობდი იმაზე, რომ რამდენად განსხვავდება პროფესიები ერთმანეთისგან, რომ ეხლა ინტერიერის დიზაინერი არც სამეგობროში არავინ არ მყავს, არც დამჭირვები არასდროს და თავისი ხელსაწყოებით რომ მოვიდნენ და საერთოდ სხვა საქმეს აკეთებდნენ, მოკლედ ძალიან სასიამოვნოა უყურო ადამიანებს, რომლებიც თავის მიმართულებით პროფესიონალები არიან, უყვართ თავიანთი საქმე, შენაკეთ შენი მიმართულებით გიყვარ შენი საქმე, რაღაცას აკეთებ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა მოკლედ პროფესიები და მაგიტომაც იმ ლაზერზე რავი გადავირიე, ისე მომეწონა 1 თვის განმავლობაში გოგოები გააკეთებენ დიზაინ ზუსტს და შემდეგ უნდა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. არ ვიცი, ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი, ბევრი რაღაც შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც მე ველოდები, მაგრამ რომ ახსენდება რისთვის ვაკეთებ და რამდენად მინდა და სასწორზე რო ვდებ, ყოველთვის ჯობნის ის, რომ ჩემი სახლი მექნება და მოკლედ მიიღირს, რომ ყველანაირი ენერგია ჩავდო ამ ყველაფერში. ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ ამ ხელგადაწყვეტილებას მივიღებდი, რომ სახლი შემეძინა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რაღაცა დიდი შენაძენია, მართლა ცხოვრებას რო გიცვლის, მოკლედ ეგეთი გადაწყვეტილებაა რა. რადგან ძალიან დიდი ხანი მინდოდა ბევრ შიშთან, ეჭვთან ერთად მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მეგონა რომ ეს იქნებოდა ნაბიჯი საკუთარი თავის განვითარებისთვის და ვფიქრობდი რომ იყო დრო რომ საკუთარი თავი ესე დამეჯილდოვებინა, მეჩუქებინა ადგილი, რომელიც შეცვლიდა მის ცხოვრებას. სანამ სახლს მოვძებნიდი, რა თქმა უნდა, ცოტა შორს ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, პირობითად რავი 5 წელში, 3 წელში ალბათ ვიყიდი. მე მივხვდი რომ უბრალოდ როდესაც ამდენს შრომობ, როდესაც თუნდაც გაქვს სტაბილური სამსახური, შიშ და ეჭვს რაღაცნაირად ალბათ უნდა აჯობო. იმიტომ რომ ახლა ხარ ახალგაზრდა, ახლა მუშაობ, ახლა შეგიძლია რომ თუნდაც დაიმატო პროექტები, ყველაფერი გააკეთო, გვიან დაიძინო, ბევრი იშრომო და მეთქი შეიძლება ახლა არის ის დრო, როდესაც ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღო, რაც რასაკვირველი არის რისკი, თუმცა არის გონივრული რისკი ჩემს შემთხვევაში. მოკლედ ეს არის ვიდეო, რომელიც თუ 1%-ით მაინც მოგცემს მოტივაციას იმაზე არ რავი სახლი იყიდო რა. ძალიან პერსონალურია, ვიღაცას შეიძლება სახლის ყიდვა უნდადეს, ვიღაცას შეიძლება ტელეფონის ყიდვა უნდადეს, ვიღაცას წიგნის ყიდვა უნდადეს და რაღაცნაირად არა პრიორიტეტებდეს. განა იმიტომ რომ საშუალება არ აქვს. მე მგონია
რომ თუ რაღაც აი ძალიან გინდა სამყარო ისე გიხმარება რომ ყველაფერი გარშემო გეგონება შენთვის არისო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთო არის ის რომ აი ამ შიშებთან და ეჭვებთან ერთად მაინც დაიწყო რა. ვარ შეშინებული კი, მაქვს ეჭვები კი, ბევრს ფიქრობ ამ ყველაფერზე კი, მიაქვს დრო ენერგია კი, მაგრამ მიღირს. მზად ვარ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო შეშინებულმა, გავაკეთო ეჭვებით, მაგრამ მაინც გავაკეთო და ზუსტად ვიცი რომ გავაკეთებ. ეს ეჭვები და შიში ხო გაქრება. ბევრად უფრო გაზრდილი ვიქნები პიროვნულად და ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ და ახლაც, როდესაც რავი შიშით და ცოტა ეჭვებით ვაკეთებ, მაინც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაზეც ვფიქრობდი, რომ თუნდაც ჯერ მზად არ ვიყავი რა. ანუ ჩემ თავს უნდკიცებ, რომ იმაზე ბევრად უფრო მეტი შეგძლებია და ბევრად უფრო მეტი შეგიძლია, თუნდაც შეშინებულს, რომ რა ვერც კი წარმოიდგენდი რა და ამის მერე ამას რო გადავლახავ, ზუსტად ვიცი, კიდევ იქნება ცხოვრება შეგეთ რაღაცები და ესეთი გამოცდილება რომ მექნება, იმ ყველაფერსაც გადავლახავ და გავაკეთებ. ჩემი მეგობარი მეღადავება ხოლმე, რომ do it scared, do it alone. ანუ სამოტივაციო სპიჩები რო არისო, იმენა ეგ ხარო რა, მაგრამ მე მართლა გულით აგრე ვფიქრობ რა და რა გავაკეთო. ძალიან დამეხმარება ნებისმიერი ადამიანის კომენტარი და რჩევა სახთან დაკავშირებით, რა როგორ გავითვალისწინო თუნდაც, რასაც ვიყიდო და ასე შემდეგ და მადლობა და დროებით შემიფასეთ აუცილებლად ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და გემშვიდობებით.